გამარჯობათ მეგობრებო, მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი ღონისძიება არ იყოს ლექციის ფორმატში, არამედ იყოს შეხვედრისა და საუბრის ფორმატში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მუსიკაზე, კერძოდ იმ მუსიკაზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელსაც დიდი სიამოვნებით ვასრულებ უკვე 20 წელის სცენაზე, ეს არის ჯაზი. ასევე ვისაუბრებთ თანამედროვე მუსიკის ზნეობრივ ასპექტებზე და შევეხებით მედია საშუალებების გავლენას თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციაში. ჩემმა კოლეგამ ძალიან ნიჭიერმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა ესეთი განსაზღვრება მისცა ჯაზს. რამოდენიმე ხნის წინ ინტერვიუში ჯაზი არის კარგად ორგანიზებული ანარქია. მე ძალიან მომეწონა ეს განსაზღვრება. ჩემს წარმოდგენაში ჯაზი გავს ძალიან დიდ ციხესიმაგრეს, რომლის შიგნითაც არის უზარმაზარი ქალაქი. ძალიან დიდი შესაძლებლობებით. მე ამას, როდესაც ვახსენებ ციხესიმაგრეს, არავითარ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ ტუსაღის პოზიციიდან, არამედ ვლაპარაკობ გარედან დამკვირვებლის პოზიციიდან. ეს ციხესიმაგრე ჩემს წარმოსახვაში არასოდეს არ შეიძლება დაინგრეს. ციხესიმაგრის შიგნით, როგორც უკვე თქვი, არის დიდი ქალაქი და ამ ქალაქის შიგნით მკაცრად განსაზღვრული ტრაექტორიებია და თუ კი ამ ტრაექტორიებს არ აცდება მუსიკოსი, ძალიან დიდი თავისუფლების მიღწევა შეუძლია. ხშირად ამბობენ, რომ ჯაზი არის თავისუფლება, ეს არის სიგიჟე, ეს არის რაღაცა ზღურების მაქსიმუმამდე გაწევა, კი ნამდვილად არის, მაგრამ თუ კონკრეტული წესები დაარღვიეს, უკვე იქნება კაკაფონია და არა ჰარმონიული მუსიკა. ჩემი პირველი შეხება ჯაზთან შედგა მაშინ, როდესაც ვიყავი 17 წლის. მაშინ მეგონა, რომ კლასიკურ მუსიკაზე ლამაზი არაფერი არ არსებობდა და ესეც იყო 7 წელი შევისწავლე კლასიკური ფორტეპიანო და აქტიურად ვემზადებოდი იმისთვის, რომ გამხდარიყავი კლასიკური პიანისტი. ჩემმა მეგობარმა მომცა კასეტა, მაშინ მე ჯაზზე არაფერი მქონდა გაგებული, მომცა კასეტა და ესეთი პატარა რადიოლა და მithova რომ მომესმინა. ჩავრთე მუსიკა და მინდა გითხრათ, რომ იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც მე ეს ინფორმაცია მივიღე, ერთი თვე შეიძლება ითქვას, არც სკოლაში მივლია, არც ღამე დამიძინია, ესე იგი მოდიოდა რაღაც საოცარი ვიბრაცია. მე ვერანაირი განსაზღვრება ვერ მოუძებნე მაშინ ამ მუსიკას, მაგრამ არ ვიცი რა ბიოქიმიური პროცესები ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ ჯაზი აღიქვა და სვინგი აღიქვა, სვინგი არის, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, სვინგი არის ჯაზის განუყოფელი ნაწილი და ის, რაც გამოარჩევს ამ მუსიკას, გარკვეული პუბერტატული ფაზა გავლილი უნდა კონდეს ადამიანს. ანუ პატარა ბავშვისთვის იმპულსაციის სწორად შეგრძნება და გადამუშავება ამ ინფორმაციის ცოტა ძნელი იქნება, თუ არ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებს, ისეთები როგორიც არის ბექა გოჩიაშვილი, გენიალური ქართველი მუსიკოსი, რომელიც უკვე დიდ არტისტებთან მუშაობს, როგორიც არის გადი ლეჰავი, რომელიც სულ პატარა ასაკიდან ფლობს ამ საოცარ ხელოვნებას, ამერიკელი პიანისტი და კიდევ მრავალი ბევრი სხვა ბავშვი. კიდევ ერთხელ აღვნიშნեմ, რომ სიმწიფის პერიოდი ადამიანს, ჩემი აზრით, გავლილი უნდა კონდეს იმისთვის, რომ ამ მუსიკის პულსაცია სრულიად შეიგრძნო. მე ვიყავი 17 წლის, შესაბამისად, როგორც ჩანს, ჩემამდე მოვიდა ეს საოცარი მუსიკა, საოცარი ვიბრაცია, ენერგეტიკა და მე მივხვდი, რომ რაღაცა ახალ ფაზაში შევედი. აღმოჩნდა, რომ შემდეგ ეს ჩანაწერი, რომელიც მე მოვისმინე, იყო ჯაზის პიონერი ეროლ გარნერი. ეროლ გარნერი იყო პიანისტი, რომელიც ძალიან კარგად იყენებდა ფორტეპიანოს როგორც ინსტრუმენტის ყველაზე მთავარ თვისებას. იგი აჟღერებდა ფორტეპიანოს როგორც ორკესტრს. ეს არის ფაქტიურად ალბათ ერთ-ერთი იმ მცირე ინსტრუმენტთაგანი, შეიძლება ითქვას თავისი დიაპაზონით ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელზედაც ორკესტრის იმიტაცია შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს ესეა და აი ამ თვისებებს ძალიან კარგად იყენებდა ეს პიანისტი. შემდეგ
გავიდა დრო, დავიწყე ინსტრუმენტული ჯაზის მოსმენა, ამას მოყვა ოსკარ პიტერსონი, ვირტუოზი ოსკარ პიტერსონი, Count Basie, ძალიან ლაკონური და დახვეწილი, მათი დუეტი შესაძლებელია გაგებული კონტენტ და შემდეგ უკვე ამას მოყვა ვოკალური ჯაზი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, ეხლა მე მინდა გითხრათ, მანამ სანამ გადავალთ გარკვეულ ასპექტებზე მუსიკისა, მინდა გითხრათ, მოგიყვეთ, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შემდეგ უკვე დავაშენოთ ის, რაზედაც მე უნდა გესაუბროთ. ეს ყველაფერი დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს, ეს იცით ნამდვილად ახალ ორლეანში, მისისიპის დელტაში გაჭირვებული გლეხი, რომელიც პლანტაციაში მუშაობდა, გადაზახა მეორე გლეხს გულის ტკივილით, რაღაცა შესძახა, რომ ჩემი ბატონი ცუდად მეკცევა. My master treats me bad. იქიდან მეორე მომუშავე გლეხმა მონამ უпростоრად შავკანიანმა გადმოსძახა ფაქტიურად იგივე შინაარსის რაღაცა შეძახილი და ესე ჩაეყარა საფუძველი მუსიკალურ ჟანრში ესეთ მიმართულებას call and response, ესე იგი შეძახილი და შეპასუხება. აი სწორედ ამ დროს, როდესაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოხატავდნენ საკუთარ გულის ტკივილს, თავიანთი ყოფის თავიანთი ყოფის შესახებ, მძიმე ყოფის შესახებ, აი აქ ჩაეყარა საფუძველი ბლუზს, ეს არის საფუძველი თანამედროვე მუსიკისა, შემდეგ ისე იგი ბლუზურ ჰარმონიაზე შენდება ჯაზური მუსიკა და მთელი თანამედროვე მუსიკა, რომელიც ჩვენ ასე მოგწონს და გვხიბლავს. ახალი ორლეანი არის ძალიან მისტიური გარემო, მისტიური ადგილი, იმიტომ რომ გეოგრაფების თვალსაზრისით აქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ქალაქი, იმდენად ძლიერი იყო წყლის დინება, რომ ქანების გამორეცხვის ძალიან დიდი შანსი იყო, მაგრამ რაღაცა საოცარი ძალით აქ დაფუძნდა ქალაქი, მახსოვს სადღაც წავიკითხე ვაშინგტონის განაშენიანებით დაკავებული არქიტექტორი პირდაპირ გამოხატავდა, ასე ვთქვათ, თავის აზრს აფიქსირებდა, რომ საოცარი ქაოსი სუფევდა ამ ადგილას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა კულტურის და ერის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ამ ქალაქში და დაფუძნდნენ. არავინ არ იცის, ჯაზი არის განთავისუფლებული მონების ესეთი ბედნიერი ყიჟინა, თუ აი სხვადასხვა კულტურების ერთი მეორეზე დაფენის შედეგი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ საოცარ ადგილას საფუძველი ჩაეყარა უნიკალურ კულტურას, რომელიც ითვლება არა მარტო მუსიკალურ ჟანრად, არამედ ძალიან დიდი ცნობიერებაში, ადამიანების ცნობიერებაში და ყოფაში ძალიან დიდი ცვლილებები შეიტანა და შეიძლება ითქვას განსაზღვრა კიდევაც გარკვეული იდეოლოგია კონკრეტული ქვეყნის და შემდგომში უკვე მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების. თავდაპირველად ჯაზი ითვლებოდა საცეკვაო მუსიკად, იწყება რეგთაიმით, შემდეგ არის მინისტრელების სიმღერები, პლანტაციური სიმღერები და აი სწორედ ამ დროს გამოდის ასპარეზზე პირველი მუსიკოსი, რომელიც დარჩა ისტორიას, ეს არის კორნეტისტი ბადი ბოლდენი. ბადი ბოლდენს ძალიან საინტერესო მკაფიო მანერა ჰქონდა შესრულების. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ოფიციალურად ამბობენ უпростоრად, რომ ჯაზის მუსიკის ავტორად მიიჩნეოდა ჯელი როლ მორტონი. ეს ადამიანი მოხსენიებულია ძალიან საინტერესო ფილმში, შეიძლება ნანახიც გაქვთ 1900. ეს არის ახალგაზრდა მუსიკოსზე ისტორია, რომელიც იბადება გემზე და გემზევე კვდება, ფაქტიურად მიყვება გემს ოკეანის ძირზე. აი სწორედ აქ ამ ფილმში არის ძალიან კაფიოდ ნაჩვენები ჯელი როლ მორტონის შემოსვლა და მუსიკალური დუეტი იმ პატარა ბავშვთან, რომელსაც ნომერიც კი მიანიჭეს 1900 და სწორედ მის სახელს ატარებს ეს ფილმი და ესე იგი ვუბრუნდებით იმას, რომ ამბობენ, რომ ჯელი როლ მორტონი იყო ჯაზური მუსიკის ავტორი, როგორც ჟანრისა, მაგრამ ეს ესე არ იყო, მანამდე იყო ბადი ბოლდენი, რომელზედაც მე
ვისაუბრე ცოტა ხნის წინ, მაგრამ ერთი რამ კი არის მკაფიო, რომ მატიანის მიხედვით ჯელი როლ მორტონი იყო ადამიანი, რომელმაც პირველად ჩაწერა ნოტების რვეულში, ნოტებში დაიტანა ეს მუსიკა. შემოიჭრა ესეთი უცნაური რითმისა და ჰანგების მუსიკა პურიტანულ საზოგადოებაში, ახალ ორლეანში ამ დროს საკმაოდ რთული კომპლექსური ასე ვთქვათ გარემო გახლდათ ახალი ორლეანი. აქ იყო ქრისტიანული ეკლესიებიც, იყო და ამ დროს იყო ვუდუს კულტი. იყვნენ ესე იგი შავკანიანი მოსახლეობა, რომლებიც აფრიკიდან გადმოსახლდნენ, იყვნენ ასევე ევროპელი კოლონისტების შვილები, რომლებიც თავის თავს კრეოლებს ეძახდნენ. ეს ადამიანები ერთი საფეხურით შეიძლება ითქვას მაღლა იდგნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში მუშაობდნენ იმ პერიოდში და აი სწორედ ამ კრეოლური ვთქვათ რასის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება რომ დაუფლებოდნენ კლასიკურ მუსიკას. კიდე უნდა აღვნიშნო აუცილებლად იმის შესახებ, რომ ჯაზი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ის, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ საკონცერტო დარბაზებიდან. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად დამსახურებულად ეს მუსიკა უტოლდება კლასიკურ მუსიკას, მაშინ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დიდ არტისტებზე, იქნება ის კეით ჯარეტი, იქნება ბილ ევანსი, მაილს დევისი თუ სხვა დიდი არტისტი, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც პირველმა ტალღამ გადაუარა, ეს არის როგორც ვთქვი, 19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი, ჯაზი იყო გასართობი და საცეკვაო მუსიკა. რომელიღაცა მწერალი წერდა, არ მახსოვს სამწუხაროდ გვარი, რომ ამ მუსიკის მოსმენის დროს და ამასობაში მინდა აღვნიშნო ის, რომ ევროპელი მსმენელი და მაყურებელი ძალიან სკეპტიკურად უდგებოდა შავკანიანების მიერ შესრულებულ მუსიკას, საკმაოდ აგრესიულადაც. აი მწერალი წერდა თავის მოგონებებში, რომ როდესაც ეს მუსიკა გაისმოდა, მე ფაქტიურად ჩემი აბსოლუტურად ქვეცნობიერად ვერ ვაკონტროლებდი სურვილს იმისას, რომ ამდგარიყავი და მეცეკვა. ანუ ამ ახალმა ტალღამ წალეკა მთელი ახალი ორლეანი და მის ფარგლებს გარეთაც გავიდა და ააცეკვა ფაქტიურად მთელი ამერიკა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯაზური მუსიკა არ არის მხოლოდ ჟანრი მუსიკალური, ეს არის სოციალური მოვლენა, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რასობრივი დისკრიმინაციის ჯერ მინიმუმამდე დაყვანაში და შემდეგ უკვე ნიველირებაში. შეიძლება ასე ითქვას. რატომ? კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჯაზი ანდერგრაუნდის მუსიკა იყო გასართობი მუსიკა, იყო საცეკვაო ჟანრი, შეიძლება ასე ითქვას. შესაბამისად, იმდენად მოწონდა ეს მუსიკა, როგორც შავკანიან, ასევე თეთრკანიან მსმენელს, რომ იმისთვის, რომ მოგესმინა ჯაზისთვის, მაშინ როდესაც ჯერ ჩამწერი სტუდიები, ხმის ჩამწერი სტუდიები არ არსებობდა და არ არსებობდა ხმის ჩამწერი ხელსაწყოები, ისინი უნდა ჩასულიყვნენ კლუბში, მოესმინათ მუსიკა და არა მარტო მოესმინათ, ცეკვის სურვილი უჩნდებოდათ, რა თქმა უნდა და აი ამ ინტერაქციამ ერთ სივრცეში და ერთი ვთქვათ ესეთი მუსიკალური შეიძლება ასე ითქვათ სცენით დაავადებული საზოგადოება, როგორც თეთრკანიანი, ასევე შავკანიანი, ფაქტიურად ერთმანეთს ერწყმოდა და აი სწორედ ამ კლუბებში, ანდერგრაუნდში იშლებოდა ის ბარიერები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც თეთრკანიან და შავკანიან მოსახლეობას უშლიდა ხელს ურთიერთობაში. აღსანიშნავია, ეს კი ფაქტიურად ჯაზის ისტორიას რომ მოვყვეთ, არ გვეყოფა არც ერთი და არც ორი საათი, მაგრამ რაღაცა გარკვეული მკაფიო ფიგურები, რომელთაც შეიტანეს საკუთარი წვლილი ამ მუსიკის განვითარებაში და პოპულარიზაციაში, ალბათ უნდა აღვნიშნოთ განსაკუთრებით საწყის პერიოდში, დიუკ ელინგტონი იყო ესეთი წვრილი ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი, მას ჰქონდა საშუალება, რომ არ
ეცხოვრა სიდუხჭირეში. მიუხედავად იმისა, რომ მას პროფესიული განათლება არ გააჩნდა, მას საოცარი ტალანტი აღმოაჩნდა, მან შემოიტანა აბსოლუტურად ახალი ჰარმონიული პალიტრა, არანჟირების აბსოლუტურად ახალი სტილი და დაიმკვიდრა მუსიკალურ სცენაზე თავი, მაგრამ აუცილებლად ასევე ყველაზე მკაფიო ჩემი აზრით, ესეთი რემარკაბელური ფიგურა ჯაზში, რომელთანაც დაკავშირებულია საერთოდ ჯაზური მუსიკა და ჯაზის სახელი, მთლიანად მიმართულება, მუსიკალური მიმართულება, ეს არის საჩმო, ეს არის ლუი ამსტრონგი. ლუი ამსტრონგი ძალიან დიდ სიდუხჭირეში იზრდებოდა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას შიოდად, ანუ ნაკლებობა კი არ იყო საკვების, არამედ საერთოდ არ არსებობდა, იყო დღეები, როდესაც არ არსებობდა საკვები და პატარა ლუის უწევდა მუშაობა და ტრანსპორტირება ნახშირისა საროსკიპოებში. ლუი ამსტრონგი შეიბრალა ერთმა ებრაელმა ოჯახმა, პოლონელმა ებრაელმა თუ არ ვცდები და თუ კი სხვებს არ ანაღლებდათ მისი შიმშილი, აი ამ ოჯახის ერთ-ერთი ამ ოჯახის ასე ვთქვათ თავი და მისი მეუღლე ძალიან ზრუნავდნენ იმაზე, რომ ლუი ამსტრონგი ყოფილიყო ასე ვთქვათ ნაჭამი, ნაკვები, გამოყვებილი და შიმშილი არ ეგრძნო. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ სვინგის გარეშე არ არსებობს ჯაზი, ეს მისი ძალიან მკაფიო მახასიათებელია და სწორედ ლუი ამსტრონგის გამოჩენასთან არის დაკავშირებული სვინგის შემოტანა ჯაზურ მუსიკაში. გარდა ამისა, ის საყვირზე აბსოლუტურად გამორჩეულად უკრავდა და მან დაამკვიდრა ფაქტიურად სოლისტის ფენომენი და სოლისტის აუცილებლობა ამ ჟანრში. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ჯაზი მაინც არის დიალოგი და არა მონოლოგი, მაგრამ აქტუალურია ლუი ამსტრონგის მიერ შემოტანილი ეს სიახლე იმდენად, რამდენადაც მანამდე ჯგუფებში, მე ახალი ორლეანის პერიოდს ვამბობ, როდესაც იკვრებოდა რეგტაიმები, იქნებოდა თუ სხვა მიმართულებები, ფაქტიურად სოლისტი არ იყო ასე მკაფიოდ დაფიქსირებული. ლუი ამსტრონგმა შემოიტანა ეს სიახლე, სოლისტის აუცილებლობა, არსებობა მუსიკალური ნაწარმოების მსვლელობის დროს, ოღონდ ერთი პირობით იქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად სხვა ადამიანები, რომელთანაც შემდგომში ასე ვთქვათ დიალოგი გაიმართებოდა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვამბობ, უწყვეტად ვილაპარაკოთ ჯაზური მუსიკის განვითარებაზე, შემდგომში უკვე მოგვიანებით, ხო, ძალიან უცნაურია, არ მინდა რომ დამავიწყდეს, რომ ამ ახალი ჟანრის მუსიკის განვითარებას შეუწყო ხელი მშრალმა კანონმა. გახსოვთ ალბათ ყველას, ეს არის დაფიქსირებული კინოფილმში Some Like It Hot, ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან, სწორედ ის პერიოდია, როდესაც მშრალი კანონი შემოვიდა და სალონებში არსებული მუსიკა გადავიდა underground-ში. ამან ასევე ხელი შეუწყო, ასე ვთქვათ, ქალბატონების უფრო გათავისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ქალბატონები სალონებში ნაკლებად სვავდნენ და ესე დაკეტილ კლუბებში საკუთარ თავს აძლევდნენ საშუალებას იმისას, რომ დაელიათ, ანუ დიდი რაოდენობით სასმელი იყიდებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ დაკეტილ კლუბებში გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ ყოფილიყო მუსიკალური თანხლება, ინტერტეინმენტი, გართობის ელემენტი და შესაბამისად ეს შავი მუსიკოსები, შავკანიანი მუსიკოსები ახალ ორლეანში დაკავებულები იყვნენ სწორედ ამ კლუბთან. შემდეგ ისე იგი აღსანიშნავია ასევე მიმართულება ბიბოპი, რომლის ძალიან მკაფიო წარმომადგენელია ჩარლი პარკერი. ბიბოპი მოითხოვდა ძალიან მაღალ ტექნიკურ უნარჩვევებს შესრულებისა ინსტრუმენტზე. მე საერთოდ ვთვლი და ალბათ სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მიჩნეულია, რომ ჯაზური მუსიკა, ჯაზი მაინც არის
პლანეტის ძლიერი სქესის წარმომადგენელთა პრეროგატივა და ინსტრუმენტული მუსიკის პრეროგატივა. რატომ? ის რის საშუალებასაც იძლევა ინსტრუმენტი ტექნიკურად შესრულდეს მაღალ დონეზე გარკვეული პასაჟები და ძალიან მაღალ ტემპში ადამიანის ხმას ეს არ ძალუძს. შესაბამისად არის გარკვეული კლიშე, რომ ჯაზი არის ინსტრუმენტული მუსიკა და მე გარკვეულწილად ვეთანხმები. დღესაც კი არის ესეთი დიფერენციაცია, არიან ვოკალისტები და არიან ინსტრუმენტალისტები და ინსტრუმენტალისტები ყოველთვის უფრო მაღალ დონეზე აყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს ვიდრე ვოკალისტები. თუმცა ეს ტრადიცია დაარღვია მინდა გითხრათ ელა ფიჯერალდმა, რომელიც ჯაზ ფესტივალებზე იყო მოხსენიებული როგორც ინსტრუმენტალისტი და არა როგორც ვოკალისტი. ეს ქალბატონი ზის ტრონის სათავეში და ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჯაზური მუსიკის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში და ფაქტიურად ძალიან ბევრი ცნობილი ვოკალისტი სწორედ ამოსავალი წერტილი მათ შემოქმედებაში სწორედ ეს საოცარი ქალბატონი დგას, რომ არაფერი ვთქვათ, რა თქმა უნდა, იმ ინსტრუმენტულ მასალაზე, საოცარ კომპოზიციებზე, რომელიც დაიწერა ინსტრუმენტებისთვის. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ესე მოკლედ ვთქვათ, რა გავლენა იქონია მედია საშუალებებმა მუსიკის და ზოგადად ჯაზური მუსიკის განვითარებაზე. ესე იგი, მაშინ როდესაც არ იყო ტელევიზია 1922 წელს პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა პირდაპირ ტრანსლაცია მეტროპოლიტენ ოპერიდან. ახლა რატო ვახსენე ეს? მე პატარა გადახვევას გავაკეთებ, ჩვენ კი ჯაზზე ვლაპარაკობთ, მაგრამ კლასიკური მუსიკის მაგალითებით შეიძლება ჩავრთოთ, ხომ? საუბარში. ძალიან საინტერესოა, რომ მრავალი საოპერო ძივა, საოპერო მომღერალი არ შედგებოდა ალბათ, რომ არა აი ეს რადიო გადაცემები, რომელიც ყოველ შაბათ დღეს თუ არ ვცდები, საღამოს საათებში იმართებოდა ამერიკაში. ხდებოდა მეტროპოლიტენ ოპერიდან საოპერო სპექტაკლების ტრანსლაცია. ჩემი უსაყვარლესი მომღერალი ჯესი ნორმანი, ეს არის საოპერო ძივა, უნიკალური მეცო-სოპრანო, უნიკალური ხმის ტემბრის მფლობელი, შავკანიანი, ძალიან რემარკაბელური გარეგნობის ქალბატონი, თქვენ შეგიძლიათ ის მოისმინოთ YouTube-ზე და აუცილებლად უნდა მოისმინოთ, იმიტომ რომ ესეთი უნიკალური ხმები ძალიან იშვიათია. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი შავკანიანი ქალბატონი, თუ არ ვცდები, მანამდე ლეონტინა პრაისი იდგა სცენაზე და შესანიშნავად მღეროდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე მახსოვს, თუ არ ვცდები, თვითონ თავად ჯესი ნორმანი ამბობდა, რომ პირველი შავკანიანი მომღერალი იყო ოპერის, რომელმაც შეასრულა ვაგნერი, გერმანული, უბრალოდ გერმანული მუსიკა. ის იყო ძალიან საყვარელი მომღერალი ფონ კარაიანისა, არსებობს არაჩვეულებრივი ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მოწიწებული დამოკიდებულება ამ დიდი დირიჟორისა ჯესი ნორმანის მიმართ და აი სწორედ თუ კი შევეხებით რასობრივ დისკრიმინაციას, რასობრივ სეგრეგაციას, ჯესი ნორმანი როგორც ჩავკანიანი ახალგაზრდა ქალი, მას შეეხო ისევე როგორც სხვა ძივებს, მოდით ასე სხვა მომღერლებს, სხვა მუსიკოსებს, შეეხოთ ეს საკითხი ძალიან მტკივნეულად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალბატონს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ბერლინში ესწავლა საოპერო ხელოვნება. მას აქვს ესეთი ფანტასტიკური წიგნი Stand Up Straight and Sing. გასწორდი წელში და იმღერე. რატომ? იმიტომ რომ როდესაც პატარა იყო, დედამისი ხშირად შეუძახებდა ხოლმე, რომ წელში გასწორდი და ისე იმღერე. აი ამ წიგნში არის სწორედ მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ ეზიარა ის პირველად საოპერო ხელოვნებას, როდესაც ის იყო პატარა გოგონა. ყოველ შაბათს საღამოს, როგორც უკვე ვთქვი, იყო ტრანსლაცია საოპერო სპექტაკლებისა. არ იყო ტელევიზია, ამის ვიზუალური აღქმის შესაძლებლობა არ იყო, მაგრამ აუდიო
გადმოცემა სპექტაკლებისა მუსიკაზე რომ არ ვთქვათ, არაფერი იყო იმდენად მკაფიო და დეტალური, რომ ფაქტიურად გექნებოდა შთაბეჭდილება სპექტაკლის ვიზუალურ მხარეზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ წამყვანი საუბრობდა, რა თქმა უნდა, ლიბრეტოს ყვებოდა შინაარს სპექტაკლისა, საუბრობდა თითოეულ მოქმედ პირზე, ლაპარაკობდა იმაზე თუ როგორ აცვიათ კოსტიუმებზე, როგორ იქცევიან არტისტების სცენაზე და შესაბამისად ჯესი ნორმანი ამას ყველაფერს ისმენდა წლების განმავლობაში და შემდეგ უკვე სკოლაში ბრუნდებოდა და ყვებოდა ძალიან დიდი სიამოვნებით კლასის წინაშე, ესე იგი საოპერო სპექტაკლების შინაარსებს. კლასს დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არა ეს საოცარი ტრანსლაციები, როგორ წარიმართებოდა ჯესი ნორმანის კარიერა, არ ვიცით. ანუ ეს იყო პირველი мотиваცია მისთვის, რომ მას დაეწყო სწავლა და მეცნიერება. ძალიან ჭკვიანი ქალია, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე არტისტია, ის არის ძალიან ჭკვიანი მენეჯერი და ძალიან სწორად აგეგმარებს თავის კარიერას. მაშინ, როდესაც ჯესი ნორმანი იყო ახალგაზრდა და მას და მის ოჯახს, რა თქმა უნდა, ჭირდებოდა ძალიან დიდი საშუალებები იმისთვის, რომ გამოეკვებათ ოჯახი, მას შესთავაზეს ბერლინში, ესე იგი სასწავლებლის დამთავრების მერე ბერლინის ოპერის თეატრში მუშაობა. ეს იყო ძალიან დიდი პრესტიჟი, მას შესთავაზეს ძალიან რთული და საინტერესო როლები, რაზედაც ჯესი ნორმანმა უარი თქვა და ძალიან სწორად გააკეთა, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ჩემი შესაძლებლობები არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რაც იყო წაყენებული, თქვა ამა თუ იმ პარტიის შესრულებისთვის და ძალიან სწორად გააკეთა, დაზოგახმა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მას საშუალება მიეცა იმ ფანტასტიკური პარტიების შესრულებისა, რა თქმა უნდა ვაგნერის შესრულება, გერმანული მუსიკა ცნობილია, რომ ძალიან რთული შესაძლებელია. მე კიდევ პატარა განშტოებას გავაკეთებ, ახლა გამახსენდა რატომ ვაგნერის საოცარად კარგ შემსრულებად, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გახლავთ კირსტენ ფლაგსტადი. კირსტენ ფლაგსტადი არის ნორვეგიელი სოპრანო, რომელმაც ძალიან თითქმის მთელი ცხოვრება დაუთმო ვაგნერის მუსიკის შესრულებას და როდესაც მიიწვიეს კირსტენ ფლაგსტადი ლექციაზე და კითხეს რჩევა თუ როგორ უნდა იმღერონ ახალგაზრდა მუსიკოსებმა ვაგნერი, მან უპასუხა დაანებეთ ვაგნერს თავი. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი შეძლება ჭირდება. ახლა უბრალოდ გამახსენდა, მე მქონდა ბედნიერება, რომ ნორვეგიაში მქონოდა კონცერტი და სწორედ გასახთელში, ესე იგი მოგვიწია მოწესრიგებამ იმ ასე ვთქვათ საგრიმერო ოთახში, რომელსაც კირსტენ ფლაგსტადის სახელი ეწერა. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ხო ძალიან გადავედი აქეთ ჯაზიდან გადმოუხვიე, მაგრამ ისევ დაუბრუნდები იმას, რომ რადიოს გავლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო ჯაზის, აი მაგალითად დიუკ ელინგტონის მუსიკის პოპულარიზაციაში ასევე ძალიან დიდი როლი შეასრულა რადიომ. დიუკ ელინგტონს გამოუჩნდა ძალიან საინტერესო პროდიუსერი, აი აქ უკვე შემოდის თემა გარკვეული ზნეობრივი საკითხებისა. რამოდენიმეჯერ მასალაში, რომელსაც მე გავეცანი, ნახსენებია პროდიუსერი და მენეჯერი. და მენეჯერი ხასიათდება შემდეგნაირად უხეში და გაქნილი. ანუ ადამიანი, რომელიც გეგმავს კონცერტებს და აი მაგალითად დიუკ ელინგტონის შემთხვევაში 55% შემოსავლისა მენეჯერს მიჰქონდა. მე მოგვიანებით ვისაუბრებ უკვე თანამედროვე მუსიკაში მენეჯერების და პროდიუსერების თქვათ პოზიციაზე, მათ მოთხოვნებზე და ასე ვთქვათ რა პირობებს თავაზობენ ისინი არტისტებს. ხოლო იმ პერიოდში კი ესე იყო დაკანონებული, მენეჯერმა ძალიან კარგი წინადადება შესთავაზა იმ თვალსაზრისით, რომ საღამოს 6 საათზე, როდესაც ოჯახები სახლში იყვნენ, ანუ დიუკ ელინგტონის მუსიკა არა მარტო მუსიკის მოყვარულთა წრეებში გაჟღერდებოდა, არამედ უბრალო საშუალო სტატისტიკურ ამერიკელებში საღამოს 6 საათზე, როდესაც ოჯახები უსხედან მაგიდას და სადილობენ. 1952 წელს მე თუ არ ვცდები, კი 1952 წელს, როდესაც უკვე როკ-ენ-როლი შემოიჭრა
მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში, აი სწორედ აქ რადიომ ასევე ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ მუსიკის პოპულარიზაციაში. იყო ვინმე ესეთი ადამიანი, შეიძლება ითქვას მენეჯერი, პროდიუსერი, უკვე მოგვიანებით, ხოლო მანამდე ის თვლიდა, რომ ის მუსიკოსი იყო, იცოდა კარგად კლასიკური მუსიკა, თუმცა როგორც მუსიკოსი, ვერ გეტყვით, რომ დახვეწილი იყო და კარგი ხარისხის მუსიკას წერდა ან ასრულებდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან კარგი ინტუიცია. ძალიან კარგი ინტუიცია ჰქონდა, იგი აფასებდა შავკანიანთა მუსიკას, ჯერ კიდევ მაშინ თეთრკანიანი მოსახლეობა და კლასიკური მუსიკის მიმდევრები მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ იმ მუსიკას, რომელიც სრულდებოდა შავკანიანი მოსახლეობის მიერ. მან გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს ამ მუსიკის აუდიტორია უფრო გაეფართოვებინა და შავკანიანთა მუსიკა თეთრკანიან მუსიკოსებს ემღერათ. რაც პოპულარიზაციას, ამ მუსიკის პოპულარიზაციას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს და გაზრდიდა სამიზნე აუდიტორიას, გააფართოვებდა სამიზნე აუდიტორიას. და სწორედ 1952 წელს რადიო სადგური WJWT მან პირველად გადმოსცა სწორედ ის აკრძალული მუსიკა, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და შემდგომში იმდენად პოპულარული გახდა ეს მუსიკა, რომ მან შეძლო ამერიკაში პირველი დიდი ცოცხალი კონცერტის ორგანიზება, სადაც წესით უნდა მოსულიყო 10,000 კაცი, მაგრამ მოვიდა გაცილებით მეტი, 30,000 კაცამდე შეგროვდა, რა თქმა უნდა, იქ წესრიგის დაცვა ცოტა გართულდა. როდესაც თანამედროვე მუსიკის ტალღამ გადაუარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე აქტიურად შემოიჭრა საშუალო სტატისტიკური ამერიკელის ცხოვრებაში, რომ შეცვალა მთლიანად იდეოლოგია, შეცვალა ცხოვრებისეული მრწამსი, გაჩნდა ძალიან დიდი ზღვარი, შეიძლება ითქვას, მშობლებსა და შვილებს შორის, ინგრეოდა ის ტრადიციული ბარიერები, რომელზედაც შენდებოდა პურიტანული საზოგადოება. ახალგაზრდებს აღარ უნდათ უკვე აღარ მოწონდათ ის მოგრძალებული და თავშეკავებული ქცევა. ანუ ამ მუსიკამ ძალიან დიდი ხარისხი თავისუფლებისა დაატეხა საზოგადოებას თავზე და ფაქტიურად ალბათ ის თვისებები თუ ის ინსტინქტები, რომელსაც ადამიანი ცდილობდა, რომ და პურიტანული საზოგადოება ცდილობდა, რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად შეეზღუდა, აი ეს ინსტინქტები ამოიყვანა ზედაპირზე. შესაბამისად ამ შემთხვევაში როკ-ენ-როლზე რა თქმა უნდა ჯაზური მუსიკაა დასაწყისი, ბლუზი, ჯაზი და შემდეგ უკვე როკ-ენ-როლი აბსოლუტურად შეცვალა ცხოვრების სტილი და სწორედ აი ამ პერიოდში, თუ არ ვწდები 1952 წელს შემოვიდა მაშინ, როდესაც სცენაზე გამოჩნდნენ თეთრკანიანი როკ-ენ-როლის შემსრულებლები, მათ შორის ელვის პრესლი, რომელიც ყველასთვის ცნობილია და თქვენ გახსოვთ ალბათ ძველი კადრები, მისი პერფორმანსი, ფანტასტიკური ხავერდოვანი ხმა, მაგრამ ამ დროს ესეთი ქორეოგრაფიული პერფორმანსი, რომელიც საკმაოდ დამაინტრიგებელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, იმ დონეზე, რომ ტელევიზიები ჯერ კიდევ გარკვეული პურიტანული გავლენის ქვეშ რატომღაც არ ანახებდნენ, ესე იგი გახადეს კურტკა, ჩააცვეს სმოკინგი და წელს ქვემოთ ელვის პრესლის არ აჩვენებდნენ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი აქტიური საცეკვაო მოძრაობებით იყო გამორჩეული. თუმცა ესეც მოიშალა მერე, ესე იგი ვითარდებოდა ეს მუსიკა, გადაუარა ახალგაზრდობას და აბსოლუტურად მე ვფიქრობ, რომ შეცვალა ახალგაზრდების დამოკიდებულება ძალიან ბევრ საგანთან და საერთოდ ცხოვრების მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება. ესეთი თავისუფლების, ერთგვარი თავისუფლების სული შემოიტანა როკ-ენ-როლმა. აღსანიშნავია ასევე, თუ კი ჩვენ კიდევ ესე იგი წამოვყვებით ჯაზის ისტორიას,
30-იან წლებში შემოვიდა დამკვიდრდა ბიგ ბენდის სტილი. ესე იგი ეს ცალკე მიმართულება იყო მუსიკაში, შესანიშნავი კოლექტივები გამოჩნდა სცენაზე. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საქართველოში 60-იან წლებში ასევე ჯაზის ტალღამ გადაუარა ჩვენს ქვეყანას. შესანიშნავი ბიგ ბენდები მუშაობდნენ, ზვანელის კვარტეტი იყო, გპ-ის ჯაზი იყო, ჯაზ ორკესტრი იყო. სწორედ იმის გაგრძელება თბილისის ბიგ ბენდი, რომლის სოლისტიც მე გახლავთ უკვე 18 წელი, აი სწორედ იმ ტრადიციების გამაგრძელებელია. ეხლა რაც შეეხება გარკვეულ ზნეობრივ ასპექტებს, რომელზედაც მინდოდა მე ყურადღება გამემახვილებინა. მე უკვე ვთქვი დასაწყისში ცოტა ხნის წინ, რომ ის პროდიუსერები და მენეჯერები, რომლებიც მუსიკოსებს უგეგმავდნენ კონცერტებს, ხასიათდებიან მასალებში, როგორც უხეში და ისეთი ცოტა როგორ გითხრათ, რუსულად ვიტყვი თუ შეიძლება გრუბი, ნიატიოსნი, გრუბი. გასაგებია ადამიანი, რომელიც გარკვეული მოგების მიღებაზე არის ორიენტირებული, ალბათ გარკვეული ადამიანური თვისებების გარკვეულწილად დათრგუნვაც უწევს იმისთვის, რომ დაუშვათ აი ამ დიდ კონკურენციას გაუძლოს. ჩემი ოცნება, მთელი ცხოვრების ოცნება იყო, რა თქმა უნდა, შტატებში მოხვედრა, იმიტომ რომ ჩემი მუსიკა, რომელსაც მე ვასრულებ და რომელიც მე ესე ძალიან მიყვარს, გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებში დახელოვნებას და შემდეგ იქ მუშაობას. ანუ ჩიკაგო და ნიუ-იორკი არის ორი ის ძირითადი ობიექტი, ახალი ორლეანი, შემდგომში ჩიკაგო და მერე უკვე ნიუ-იორკი, სადაც დუღდა და ასე ვთქვათ, წინ მიდიოდა და ჩნდებოდა ახალი მიმართულებები, სადაც ხდებოდა ექსპერიმენტები, ტარდებოდა მუსიკალური, სადაც მუსიკოსები ერთმანეთს იცნობდნენ და სადაც ფაქტიურად ხდებოდა ძალიან აქტიური პროპაგანდა ჯაზური მუსიკისა. დავინტერესდი და ბუნებრივია სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა თანამედროვე ამერიკულ მუსიკაში, რომელიც უდაოდ შექმნილია პროფესიონალების მიერ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ გენიალური მაიკლ ჯექსონი არ არის კარგი, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მუსიკოსი და მე მგონი უბრალოდ მომღერლის ზღვარს ცილდება და ეს არის ადამიანი, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი ლეგაცია და ძალიან დიდი მემკვიდრეობა მუსიკაში, ადამიანი, რომელიც ცეკვავდა როგორც მოცეკვავე, არანჟირებებს აკეთებდა როგორც პროფესიონალი არანჟირებების ავტორი, წერდა მუსიკას და რა თქმა უნდა ამ მუსიკას ასრულებდა. იყვნენ სხვა დიდი შემსრულებლებიც, ისეთი როგორიც არის უიტნი ჰიუსტონი. რამოდენიმე ხნის წინ მე დავინტერესდი მათი ბედი იღბლიც მოგეხსენებათ, არც ერთია ცოცხალი და არც მეორე, ძალიან საწყენია, რომ ესეთი დიდი არტისტები აღარ არიან და აღმოვაჩინე, რომ ამ ორ ადამიანს აღარ ვლაპარაკობ თქვათ სხვა ადამიანებზე, ამ ორ ადამიანს მიეხმარნენ იმაში, რომ ისინი წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან. დამაინტერესა მიზეზებმა თავის დროზე და დავიწყე მასალების კითხვა, მოსმენა. აქ არის ლაპარაკი მასალებზე, რომელიც ღიად დევს ინტერნეტში, YouTube-ზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. და ეს არ არის, თქვათ, რაღაცა მეორე ხარისხოვანი კომენტარები, ეს არის წამყვანი ტელეარხების მიერ გაკეთებული კომენტარები, არის ჟურნალისტების გამოძიება და მე მინდა ახლა გარკვეულ ფაქტებზე ვისაუბრო. არის ვიდეო, სადაც მაიკლ ჯექსონი გახარებული ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობის დროს, სანამ მის გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ახარებს თავის აუდიტორიას, რომ მე როგორც იქნა, გავხდი სონის 50% მფლობელი. მე ვარ თავისუფალი აგენტი. მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ის ფლობს, ის არის თავისუფალი აგენტი, free agent, აი ესე პირდაპირ იძახის, I'm a free agent, თავისუფალი აგენტი ვარ. გარკვეული პერიოდის მერე მაიკლ ჯექსონი დაიღუპა.
და დადგინდა რომ რაღაცა დოზირება გაუზარდეს და ასე ვთქვათ მიეხმარნენ იმაში რომ ეს ადამიანი წასულიყო ამ ქვეყნიდან. შემდეგ შევადარე მონაცემები ასევე ინტერნეტში აბსოლუტურად ხელმისაწვდომია, როდესაც სიცოცხლეში ჯექსონის ალბომებიდან გაყიდული შემოსავალი ყოველწლიურად წარმოადგენდა 2 მილიარდს. და მისი გარდაცვალების მერე უკვე მიაღწია 7 მილიარდს. ანუ ის ხმისჩამწერი კომპანიები, რომელთაც ქონდა დადებული ხელშეკრულება, ადამიანის მე არ ვიცი რა ტიპის ხელშეკრულება იყო ის, მაგრამ ამ ადამიანის გარდაცვალების მერე სამაგად შეიძლება ასე ითქვას, გაეზარდათ შემოსავალი. რაც შეეხება უიტნი ჰიუსტონს, როგორც თქვით, მისი მენტორი კლაივ დეივისი გახლდათ ბავშვობიდანვე, პატარაობიდანვე და იგი ძალიან ახალგაზრდა ასაკში წავიდა, არის ძალიან ბევრი მასალა, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი, არა მესამე პირისგან მოსმენილი, არამედ თავად უიტნი ჰიუსტონის, ვინც იცით ინგლისური ენა, თავისუფლად შეგიძლიათ შეხვიდეთ და მოისმინოთ, სადაც ჰიუსტონი ადამიანი, რომელმაც უკვე დაკარგა ხმა, რომელსაც უკვე ვეღარ ხელეწიფება სცენაზე სრული კაპასიტეტით მუშაობა, აი ძალიან დიდი გულისტკივით ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მუსიკა ფანტასტიკურია თავისთავად. ამერიკული მუსიკა არის შედევრებით სავსე, არაჩვეულებრივია, მაგრამ ის, რასაც მუსიკას უკეთებენ და როგორც манипуლირებენ მუსიკით, ეს არის ცუდი. Music is good, but what they do with music. აი ზუსტად ციტირებას ვაკეთებ. What they do, ანუ რასაც ისინი მუსიკას, როგორც ისინი манипуლირებენ მუსიკით, მე არ ვიცი ვინ არიან ისინი, მაგრამ ალბათ ხმის ჩამწერ რეკორდ კომპანიებს გულისხმობდა ეს ადამიანი. თავად ჰიუსტონის ინტერვიუებიდან გამომდინარე, აშკარად იგრძნობა, რომ ადამიანს შეუზღუდეს, ასე ვთქვათ, გარკვეული შესაძლებლობები. იგი ამბობს, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ის აწერს ხელს კონტრაქტს, ის მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. მე არ მინდა რომ ვთქვა, არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ თანამედროვე ეს არ არის თანამედროვე მუსიკის მინუსები, ეს არის სისტემის მინუსები ალბათ, თუმცა არ ვიცი, ჩვენ ამის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სადღაც ამოვიკითხე რომელიღაცა დიდი მუსიკოსის მოგონებები იყო, რომ რა კარგი იყო, როდესაც მუსიკოსები თავად წყვეტდნენ ყველაფერს და არა მენეჯერები. ანუ როდესაც მუსიკა იყო მუსიკოსების ხელში და არა პროდიუსერებისა და მენეჯერების. თუმცა რო არ ყოფილიყო პროდიუსერი, ალბათ არ შედგებოდა ბიტლსები და სამყარო არ გაიცნობდა აი ამ შედევრებს. მე კიდევ ერთხელ ჩვენი საუბრის ბოლოს ალბათ გავედით ბოლოში, მინდა ვთქვა, რომ ის გენიალური მუსიკა, რასაც ეწოდება ჯაზური მუსიკა, არის ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომელიც დარჩა მსოფლიოს. ამ მუსიკამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუცვალა დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ძალიან ბევრი ადამიანი გახსნა და გაათავისუფლა და რაც მთავარია, დატოვა საოცარი შედევრები, ინსტრუმენტული თუ ვოკალური და ძალიან დიდი არტისტები, რომლებიც არიან ახალგაზრდა მუსიკოსების პედაგოგები და ჩემი პირადად და ალბათ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვთქვათ იმისთვის, რომ ეს საოცარი ხელოვნების ჟანრი შეიქმნა და განვითარდა. აი მუსიკოს ავტორო პროექტს ხომ გეკმათ საზოგადოებისთვის კონკრეტულად? საავტორო პროექტს, იცით რა, მე მუდმივად ვმუშაობ, მუდმივად ვითარდები, მე მაქვს მუდმივად გასტროლები, სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობ. ახლა მაგალითად ცოტა ხნის წინ, 5 წლის წინ შინთან მქონდა ანსამბლ შინთან პროექტი, რომელსაც ქვია საქართველოს
უცხოელის თვალით დანახული საქართველო Georgia on your mind ძალიან საინტერესო კომპოზიციები შევიდა ჩემთვის უცხო იყო ქართული ფოლკის შესრულება ასე ვთქვათ ადამიანისთვის რომელსაც ძალიან უყვარს და პატივსცემს ჯაზურ ესთეტიკას უცებ მომიწია გარკვეული ფოლკლორული ქართული ფოლკლორის შესრულება თანამედროვე არანჟირებით ჩვენ ამ პროექტით მოვიარეთ ევროპა ვიყავით რამოდენიმე ქვეყანაში ვიყავით ნორვეგიაში გერმანიაში ხშირად ქონდა კონცერტი რუმინეთში მე ასევე მუშაობ თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი ვარ უკვე 18 წელი აქ არის აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკა და აქ მუდმივად ახლდება ასე ვთქვათ რეპერტუარი იზრდება რეპერტუარი და ასევე ამ არაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად ჩვენ ცოტა ხნის წინ მინსკში ვიყავით ბელორუსიაში და მინდა გითხრათ რომ დიდი ტრიუმფით დამთავრდა ჩვენი ორი კონცერტი აქაც უნდა აღვნიშნო რომ გარდა თანამედროვე ამერიკელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი შედევრებისა ჩვენი წავიღეთ ქართული პროგრამა თანამედროვე არანჟირებით იქ იყო საუნდტრეკი ფილმიდან მოიტაცეს თამარ ქალი ჩარირამა იყო ციცინალთელა აბსოლუტურად უბრალო მელოდია ხომ რომელსაც სუფრასთან ვღერით, მაგრამ იმდენად ლამაზად იყო ხმებში გაშლილი. აი ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ჯაზი ეს არ არის ლოკალური ფენომენი. ჯაზური მუსიკისგან თელმა მსოფლიომ ისესხა ყველამ თავისი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულების განვითარება როგორც არის ეთნო ჯაზი. დიდი შედევრები შეიქმნა ჯო ზავინული რომელიც აფრიკული რითმები შეაუღლა ჯაზთან საქართველოში იყო არაერთი მცდელობა იყო კილაძის ქორალი რომელმაც წინვალედ წარმოაჩინა ჯაზური მუსიკის პოლიფონიური ასპექტით აი სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას რომ ბიგ ბენდმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი თავი ასევე მე მაქვს წმინდა ამერიკული ესთეტიკით ეს კლასიკური ჯაზური კლასიკა რომელსაც ვასრულებ მცირე ჯგუფებთან მაქვს პროექტი ზაზა მარჯანიშვილთან ერთად უფრო ბლუზური აქცენტებით ასე რომ ის ფაქტი რომ მე 24 საათი ტელევიზიაში არა ვარ ასე ვთქვათ ტელევიზიით არ ხდება ამის ბროდკასტი სულ არ ნიშნავს იმას რომ მე არ ვმუშაობ მე ძალიან ბევრს მუშაობ და ძალიან ბევრს მოგზაურობ ცოტა ხნის წინ მქონდა მექსიკაში ორი სოლო კონცერტი აზერბაიჯანში იურმალაში და მუდმივად ასე ვთქვათ მუდმივად შრომაში მუშაობაში და მე ვფიქრობ ხო ცოტა ხნის წინ ძალიან დავინტერესდი კლასიკური მუსიკით მე ვფიქრობ რომ 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება უკვე რაღაცა პროდუქტიც კი დაიდოს ვნახოთ შესანიშნავი პედაგოგი მყავს დოდო დიასამიძე რამოდენიმე არიაც გავარჩიეთ და აი ვნახოთ 2 წელიწადში რაღაცას ალბათ შემოგთავაზებთ დღევანდელ საზოგადოებას იცით რა არის დღევანდელ საზოგადოებას მუსიკალური ასპექტით ჭირდება გემოვნება მე ერთი გულის ტკივილი უნდა გაგანდოთ თქვენ საერთოდ ბაზარს ქმნის მომხმარებელი ხომ სწორია საქართველო არის ძალიან მუსიკალური ქვეყანა და ოდითგანვე გამორჩეულად მთელს კავკასიის რეგიონში რაღაცა განსხვავებული მუსიკა იქმნებოდა მარტო იმ ფაქტის აღიარება რომ ჯაზი ასე აქტიურად მივიღეთ და ავიტაცეთ ქართველმა მაყურებელმა და მსმენელმა არის ამის ამსახველი თუმცა იმის გამო რომ გარკვეული სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენების გამო ძალიან დიდია მიგრაცია პერიფერიებიდან ფაქტიურად სოფლებში ადამიანები აღარ დარჩა. შესაბამისად მოთხოვნა გაიზარდა სხვა ტიპის მუსიკაზე. მე ამას არ ვამბობ იმიტომ რომ ეს ცუდია ან კარგია. მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ, რომ შეიძლება ბაიათი და ქსოვრელები უფრო მოთხოვნადი იყოს იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ მუსიკაზე გაიზარდა. იმიტომ რომ სადღაც თუშეთში თუნდაც ან თუნდაც ჩხოროწყუში, ბორჩალოში შეიძლება ადამიანს წვდომა არ ქონდა და არ მოესმინა ბენი გუდმანის ორკესტრი სიტყვაზე. კიდევ ამბობ ეს არ არის არც ცუდი, არც კარგი, უბრალოდ ფაქტია. შესაბამისად მე ვისურვებდი რომ უფრო მეტად გემოვნებიანი
მუსიკისადმი იყოს ლტოლვა ადამიანებისა, რომ რადიოსადგურები და ტელევიზიები აკეთებდნენ უფრო მეტად აკეთებდნენ, ახორციელებდნენ გემოვნებიანი მუსიკის, ეს იქნება კლასიკური მუსიკა თუ ჯაზი, პროპაგანდას და რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო ამაღლებს ჩვენი საზოგადოების კულტურის დონეს. მე არაფერს არ ვამბობ ახლა ქრისტიანულ და სარწმუნოებრივ ასპექტებზე, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია მიუხედავად იმისა, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ ქრისტიანული ეკლესიის წევრი ვარ და მე ვარ ქრისტიანული ეკლესიის ასე ვთქვათ შიგნით და ჩემთვის მაგალითად როგორც ადამიანისთვის პრიორიტეტი არის ჩემი სარწმუნოება, როგორც ჩემი კულტურის ნაწილი და როგორც ცოცხალ ღმერთთან, როგორც ჩემი მოძღვარი იყო და ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ანუ ეს არის მთავარი დანარჩენი, ჩემთვის მეორე პრიორიტეტად ჩემთვის არის კულტურა, ადამიანის გემოვნება და ვისურვებდი, რომ მასობრივი ასე ვთქვათ, მედია საშუალებებმა უფრო მეტად იზრუნონ იმაზე, რომ თუნდაც იმ ადამიანებს, რომელთაც არ ქონდათ საშუალება, რომ ზიარებულიყვნენ და უშუალოდ მაღალ ხელოვნებას, უფრო მეტი პროპაგანდა იყოს თეატრის, მაღალი დონის კინოშედევრები იყოს პროპაგანდირებული, მუსიკა, კლასიკური და ჯაზური მუსიკა უფრო აქტიურად იყოს, ასე ვთქვათ, მიწოდებული ქართულ აუდიტორიას. საფრთხეში და ყოფნა და იქ ყოველ დღეში სამჯერ ავიდეთ ამ საფრთხეს სასადილოში. ეგ იყო ჩართული მუსიკა ყოველთვის და მომსახურებები და ნიკაბილური ახალგაზრდები გოგონები ძილი ქარდათ ბავშვები ჩემი შვილების სწავლები და მაგრამ თუ სამჯერ ვიყავი აქტიური პოეტი და სულ ჩართულია მუსიკა და ვამბობ ზოგადად რომ სულად აღარ საკუთარი ვერგება და აღარ დასვენებდეს თქო კატასტროფა თუ რაღაც საშინელება და ვიფიქრე რომ რაღაცნაირად ჩემ თავს ვიშველი და ამ ბავშვებსაც პრობლემები წიკანჯებიან და კომპიუტერში მქონდა რაღაც და მოთხარი ჯერ უთხარი შვილობამ ზიგინათ მეტყიო ცოტა კარგოსიკას მოიყაროს ეთერიო კიო რა ძალიან რაღაც ჩაუტა ფლეშკაში ჩაუტა თანიკ ავარჩიე შედარებით ესეთი მარტივი მუსიკა იქ იყო ყველა ჟანრის მუსიკა იყო არ იყო მარტო ჯაზი ან მარტო როკი ან მარტო კლასიკა იქ იყო ყველანაირი ქართულიც იყო მოკლედ მივეცი გადავეცი ეს ფლეშკაში ჩაუწერე ესე იგი იმ დღეს იმ წუთში არაფერი მეორე ასულაზე სულამაც 15 წუთი ჩარდეს და მე მუსიკის ჭაჭანება იყო და დავუბრუნდა მისევებას და აი მაშინ მქონდა ესეთი განცდა მე ვფიქრობდი ჩემთვის ხომ ამალის ვაკეთებ მე მაგას ვთქვი ხო თუ ადამიანი ვერ აკეთებს განსხვავებას კაცსა და ცუდ მუსიკას შორის ვერ არჩევს თუ ადამიანს ასულია მშვენიერების აღქმა ჰარმონიის აღქმა ფერებში გელებში ესთეტური გზნობა თუ არა არ მოუჭირდება ერთი შენესება რომ ერთი ხო ეს არის ზემშვენიერება წყარომშვენიერების და წყაროჰარმონიისა ანუ ეს არის სერიოზული პრობლემა მე მგონია რომ აი ის რაც იღურება ტელევიზიიდან მასმედიიდან ის უხამსი ლიტერატურა უგემოვნო ფილმები და ასე შემდეგ და მათ შორის მუსიკა ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს ჩინეთში ერთი პერიოდი როგორც ისტორიკოსი არ ვარ მაგრამ როგორც ისტორიკოსებმა ეს პროინცია მაგრამ ეს ინფორმაცია ესემა ერთ-ერთი იმპერატორის დროს იყო კაცი ცენზურა მუსიკაზე და თუ ეს ცენზურა ჩათვლიდა რომ ამა თუ იმ კომპოზიტორის მუსიკა არის საზიანო ადამიანებისთვის ის კომპოზიტორი იჯებოდა სიკვდილით. ეს ვიდეო ჩინელებმა იცოდნენ, ხობზე ხალხი ჩინელები რაღაც ფანერგას განსაკუთრებულ სიძინად იცოდნენ რომ ცუდი ხელოვნება ადამიანს და ჩინური ესთეტიკა მოიხსენება რა მშვენიერია. ყველაფერი მშვენიერია. სამზოლო ხელოვნებაც კი რომელიც ჭუბია ეს კი მშვენიერია. ისინი თვლიდნენ რომ ის რაც არაესთეტიურია, ხო?
ის არის დამანგრეველი ადამიანისათვის და ესეთი ადამიანი, რომელიც ესეთ სიმახინჯეს ქმნის ფორმებში ან ჰარმონიაში, მუსიკერებში ის არის მკვლელი ადამიანები და მას კალბავს ინტუიციით. ასე რომ ჩემის აზრით გემოვნების დეგრადირება როცა ხდება, ეს პრინციპში სულიერ ცხოვრებაში ის ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ეს ასე ნამდვილად ესეც ჩვენთვის მე ხო გოცა ეს ანუ ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური აღქმის უნარი, ჩვენ გვაქვს ესთეტიური აღქმის უნარი. ეს ხო ადამიანის საკუთრებაა, ხო? ეს თუ აი მახინჯეს, იგი რაღაცა გაკეთებს. მე ვფიქრობ, შეიძლება გავაგზავნო. არა, უკაცრავად მოდები ხო, რაღაცა რა მინდა იცით ვთქვათ? აუცილებლად ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადამიანის, კერძოდ ქართველი ადამიანის განწყობას და მიდრეკილებას ეგრეთ წოდებული დოლჩე ვიტას ლამაზი ცხოვრებისადმი მიდრეკილებას. ანუ ქართული სუფრა, რომელიც შეიძლება თავის დროზე ჩვენი წინაპრების დროს ითვლებოდა მჭერმეტყველების სკოლად და თქვათ ნიმუშად ტრადიციების ხო ერთ-ერთ მკაფიო გამოხატულებად, დღეს გარკვეული დეფორმაცია განიცადა და ეს მიდრეკილება ღვინოში ჩახრჩობისა და კეიფისა და ჭამის ასე ვთქვათ კულტურის მოშლისა, მოდით ასე ვთქვათ, სუფრაზე შეიძლება განაპირობებს ეს ყველაფერი იმას, რომ გარკვეული ტიპის ადამიანს გარკვეული ტიპის მუსიკა მოწონს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მემაპატიეთ გაივსებს კუჭს საჭმლით, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად. საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ სხვა ადამიანი უზის წინ, იცით რატო უყვები, მე მახსოვს მამაჩემის ესე იგი პერიოდის თავყრილობა რა ადამიანები იყრიდნენ თავს სუფრაზე. მე იმიტომ არ ვამბობ, რომ მე თავს ვიქებ, უბრალოდ მე მოვხვდი ერთ-ერთ ესეთ სუფრაზე, სადაც სხვა შორის ასეთ თავყრილობას ეძახდნენ სენატს, მამა და რამოდენიმე ამხანაგი მისი იურისტები, ისტორიკოსები იკრიბებოდნენ და მაგიდაზე იდგა ერთი ჭიქა ღვინო. ან იცით საოცარი იყო ვიზუალური მხარეც ამ ადამიანებისა, ქცევა, გარკვეულწილად როგორც შეიძლებოდა ამ ადამიანებს მოწონებოდათ სამი დალიე შეგერგება, თუ როგორ არის სიმღერა საშინელი სამი დალიე აუცილებლად შეგერგება, თუ არ შეგერგება აღარ მახსოვს. ხო, ანუ საცივსში თავჩავარდნილი ადამიანებისგან ეს ადამიანები იცით რითი გამოირჩეოდნენ, რომ თითოეულ ადამიანს ეძლეოდა სიტყვა. თითოეულ ადამიანს ეძლეოდა სიტყვა. საუბრობდნენ ისტორიაზე, საუბრობდნენ ტრადიციებზე, საუბრობდნენ პოლიტიკაზე. ეს იყო რაღაცა მჭერმეტყველების, არ ვიცი, საოცარი დემონსტრაცია ინტელიგენტურობის, ჭკუის, ინტელექტის და შესაბამისად, აი ესეთ გარემოში არ ამგონია, რომ ადამიანს გარკვეული ფსევდოგანცდა გეუფლება, ხომ გარკვეული სულიერი მდგომარეობა ადამიანის. იქნება ის გალეშილი მთვრალი თუ ფხიზელი. სხვათა შორის რაღაცა საინტერესო საერთო ვნახე მე გადაკვეთის წერტილი ამერიკულ ჯემ სეშენსა და ქართულ სუფრას შორის გაგეცინება. თითქოს არაფერი საერთო, მაგრამ ესე იგი ჯაზში ესეთი ცნება ჯემ სეშენი იცით ხო, რამოდენიმე მუსიკოსი სპონტანურად დგება და იწყებს მათთვის ცნობილი თემის შესრულებას. რა ხდება ჯემ სეშენზე? ჯემ სეშენზე ესე იგი არის ლიდერი, რომელიც ასრულებს თემას და ორკესტრის თითოეული წევრი აი ამ სესიაზე კონკრეტულ ჰარმონიულ ბაზაზე იმპროვიზირებს. ანუ ფაქტიურად ახალ მელოდიას წერს. აბა წარმოიდგინეთ ქართული სუფრა, ოღონდ ქართული სუფრა დღევანდელი დამახინჯებული აზრით კი არა, სადაც სხედან განათლებული კულტურული ადამიანები, რომლებიც არ ჩაიხრჩობიან ღვინოში. წარმოიდგინეთ სადღეგრძელო ითქმება თემა, ოღონდ უნდა მოხვდეთ რა თქმა უნდა საინტერესო ადამიანებში, რომელთაც აქვთ სათქმელი. მეტყველების მუსიკოსები, მეტყველების კულტურით და კიდევ რით იცით მამაო, ბექგრაუნდით, ანუ ისტორიით, ადამიანებმა, რომელთაც გამოცდილება აქვთ მდიდარი კულტურული ცხოვრებისა, ამ ადამიანებს ხელეწიფებათ, რომ რაღაც საინტერესო თქვან, მოყვენ. დაახლოებით ესეთია თამადა
თუ კი ის განათლებულია, რა თქმა უნდა, და თუ კი საინტერესოა, დებს რაღაცა იდეას ტოსტის სახით და შემდეგ თითოეული წევრი იმპროვიზირებს. ანუ ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა ჩვენ შემთხვევაში, მართლა დიდი განძი და დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს და დიდი განათლება ადამიანს, რომ ფაქტიურად რაღაცა ღირებული დადო და რაღაცა ღირებული მოყვე, რაც შემდეგ განსაზღვრავს თაობების თუ არა, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანების ურთიერთობას და მომავალს. აი ესეთი ორი, ზუსტად ესეა ჯაზურ მუსიკაში, jam session-ზე. ძალიან კარგად ჩანს აი ესე სპონტანურად შეკრებილი, სპონტანური მუსიკალური შეკრების ფონზე ძალიან კარგად ჩანს ვინ რა გააკეთა თავის დროზე და ვინ რა გამოცდილება შეიძინა. ისევე როგორც ქართულ სუფრაზე, არ ვიცი, ეს ჩემი ასოციაციაა თუ შეიძლება რაღაცა გადამკვეთი იყოს. ხო. და რა თქმა უნდა დიდი ჩემი, ანუ მთავარი საიდანაც უნდა მოხდეს ძირეული ცვლილება, ალბათ იდეოლოგია და დამოკიდებულება გარკვეული საკითხის მიმართ ქართველი ადამიანისა, აი ეს დოლჩე ვიტა, აი ეს რაღაცა ესეთი праздное ничего не делание რუსულად, ანუ არაფრის კეთება და სმაჭამა დიდად შესარგი, ალბათ უფრო ეკვივალენტური იქნება, ხო, რაღაცა უფრო სხვა კალაპოტში მიმართოს, სხვა კალაპოტით და ალბათ ეს რომ მოხდება, მე ესე ვფიქრობ, რომ ადამიანს რაღაცა გემოვნებად შეეცვლება და სულიერი უნარი, უფრო მეტი მოთხოვნილება ექნება ხარისხიან მუსიკასთან თუ კულტურის რაღაცა სხვა დარგთან ზიარებისა, მე ესე ვფიქრობ. მაინტერესებდა რომ აი 70-იანების მე ფაქტობრივად მე 80-იანებში შეიძლება ну იყო ჯაზი, ბლუზი, როკი, ენროლი და მე ჰარდი და ჰარდბლუზ და ბევრის მიერ აღიარებულია და თქვენ გადმოსახედიდან ესეა თუ არა რომ ხარისხიანი მუსიკა აღარ იქნება დღეს და რა არის ამის მიზეზი? ნაწილობრივ ისაუბრეთ, თქვათ ისაუბრეთ რომ ბაზრის კონექტურა არის ესეთი თქვენ ეს მიზეზი ასენეთ, რომ თხოვს მომხმარებელი ამას მამას თქვა რომ თუ ხალხი ითხოვს რაღაც ბიომუსიკას, იმას ვერ ვიცით, მაგრამ მარტო ეგრე არის. მაგალითად ეკონომისტები სასახად აღიარებენ და ეს ფენომენი პოპულარული მუსიკაში. თქვენ როგორ ხედავთ ამ ფენომენს მუსიკაში, რომ 80-იან წლებამდე ეკონომისტები აღიარებდნენ, რომ ეკონომიკაში იყო ხარისხისერა. ანუ იყიდებოდა პროდუქტი, რომელიც იყო ხარისხიანი. მე აბსოლუტურად შეგნებულად მოხდა ამ ერის შეცვალეს ერა, შეცვალეს ასპექტი და დღევანდელ ერას დღესდღეობით ჯერ კიდევ მარკეტინგის გვემე არის. მარკეტინგის ერა და არ ხდება ანალოგიური მუსიკაში, იმგავი რომ ჯერ ესეთ 70-იანების მსგავსი და უფრო ადრინდელი. ну იგივე ელვისი იყოს იგივე თუნდაც ჯაზის ნომერის იგივე ელვინელა მაილზ მინე ჯაზი იყო და მინე ჩიკორიას დღეს კი არის, მაგრამ ისეთებიც აღარ არიან ჩემი განმოსახედიდან, როგორც იყვნენ ადრე და ანუ ეს არის დაკვეთა რაღაც გარდამავალ დაკვეთას, რომელიც სპეციალურად უფრო დაბალი ხარისხის არის. ამ ფენომენს ხوير ხედავთ ერთი არსებულ მუსიკოსებში და აქედან გამომდინარე ახალი მუსიკოსებიც და მუსიკა არ იწერება თითქოს იმ ხარისხის, ისი არ ეხება ადამიანებს. ანუ ხდება თითქოს გარკვეული ადამიანების გაპრიმიტივება. მუსიკის ხარჯზეც სხვა ნებისმიერი სხვა პროდუქტის ხარჯზე. ყველაფერი პროდუქტი ხდება ზედაპირულად. თქვენ როგორ გვაქვს ამას მუსიკის განმოსახედიდან, რომ მე ესე მგონია ყველაფერში ეს მიმართულებაა საღებული და რამდენად ჩასეს მუსიკაში თქვენი განმოსახედიდან. კითხვა რომ კი ამ იგივე თქვა. გავიგე, ხარისხი. ხომ არ ამოწურა, თქვა, აი კლასიკა. აბა რა იქნება ეს? კლასიკა მე ჯაზი, როკი, ხო რა მოწურა მუსიკა საკუთარი თავი. ამოწურა თუ არ მოითხოვეს და даже ჩაახშეს ესე თქვა იქითკენ მიმართულებები იმისთვის რომ არ გონია რომ ხა მაინდა-მაინც 70-იან წლებში დაპერტილი და ან იქამდე დაპერტილი იყო ნიჭიერი ადამიანები და ეხლა გაწყდა უბრალოდ. ესე იგი დიდი მადლობა, ფანტასტიკური კითხვა.
მოკლედ უპასუხებ, მუსიკის ხარისხის დაქვეითებამ გარკვეულწილად გამოიწვია მუსიკის კომერციალიზაციამ. ანუ მას შემდეგ აი ეს ეკონომიკური ტერმინი მარკეტინგიო რომ იძახით, ძალიან დროულად ახსენეთ თქვენ მარკეტინგი, როდესაც თავისუფალ ეკონომიკაზე ლაპარაკობ და თავისუფალ მასე რა ქვია, საბაზრო ეკონომიკაზე უფრო სწორად, იქ სადაც ადამიანმა თვითონ უნდა არჩინოს საკუთარი თავი და თვითონ უნდა ეძებოს თავის რჩენის და შემოსავლის მოზიდვის წყარო, სწორედ აი ამ საბაზრო მოთხოვნამ გააჩინა იმის აუცილებლობა, რომ იზღირებული რაც ქვია მუსიკა, რასაც ქვია მუსიკა, გახდეს კომერციული, ანუ უნდა გაიყიდოს. ადრეც ხო იყო, ну ბაზარი 70-იანებს რო ახსენეთ. ადრეც ბაზარი განკარგავდა. ну ესე იქნებოდა, ადრე კიდევ უფრო ბაზარი განკარგავდა. იმას რა ქვია, მოთხოვნას. მაგრამ მაშინ იყვნენ რა ვიცი, კორიფეები, ну იცით რა არის, არ ვიცი ეს ანუ ესე იგი ბაზარი კი ანკარგავდა. ანუ რასაც აწოდებენ თითქოს რასაც ვაწოდებ, არ არის ის. ეხლა მე გეტყვით არ ჩანს რომ ანუ თქვენს არ დაიძულებ, არ ვიცი ვინ და როგორ, რომ დაბიო ხარისხის შედარებით დაბიო ხარისხის პროდუქტი. არავინ არაფერს არ მაიძულებს მინდა გითხრათ. არავინ არა. თქვენ თუ არ პირადად თქვენს გარშემო და დიდ ადამიანებს მე გეტყვით თქვენ, მე არ ვიცი, გავიგე. არავინ არავის არაფერს არ აიძულებს. მე აღვნიშნე, რომ გემოვნების საკითხი დადგა მაშინ, როდესაც გადაწყდა, როდესაც შემოვიდა ცნება საბაზრო ეკონომიკა და დადგა აქტუალური გახდა მუსიკის კომერციალიზაცია. ამაზე ჰერფი ჰენკოკიც ლაპარაკობს, დიდი კორიფეების ლაპარაკობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახეთ კლასიკურ მუსიკაში რა ხდება. კლასიკური მუსიკა არის ძალიან აქტიური მცდელობა მე-20 საუკუნეში, რომ კლასიკური მუსიკა გახდეს საყოველთაო. ეს ძალიან კარგად ამის მიღწევა მოხერხდა ევროპაში. ანუ რას გულისხმობ? მარტივ მაგალითზე მოვყვები. ესე იგი, ადამიანები შორტებში ფაქტიურად აბსოლუტურად საყოველთაოდ ჩაცმულები, შეფენილები გორაზე შეიძლება უსმენდნენ საოცარ მუსიკას, არიებს, სოლო შემსრულებლის ან თქვათ სიმფონიური ორკესტრების შესრულებით. ანუ პრობლემა იმაშია, რომ კარგი ხარისხის მუსიკა უნდა ანუ ბერკეტები უნდა მოიძებნოს ისეთი, რაც კარგი ხარისხის მუსიკას მიიტანს მაყურებლამდე, მსმენელამდე. რაც შეეხება თვითონ მუსიკის ხარისხის დაქვეითებას. კომერციალიზაცია არის, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით მიზეზი, მაგრამ კომერციალიზაცია ყოველთვის მუსიკის ხარისხის დაქვეითებას არ გულისხმობს. შეიძლება შეიქმნას ელექტრონული მუსიკა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის. მაგალითად არის ერთი გერმანელი პიანისტი, რომელიც ქმნის ძალიან ბევრია ასეთი, რომლებიც ქმნიან ელექტრონულ მუსიკას, მაგრამ ხარისხი ძალიან მაღალია, თვითონ პროდუქტის ხარისხი მაღალია. მაგრამ ეს უკვე გემოვნების ამბავია. მე მაგალითად აკუსტიკური მუსიკის მოყვარული ვარ. იცით, აი ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი მაგალითია ჯაზ ფესტივალები, რომლებიც ტარდება საქართველოში, Eastern Promotion-ი ატარებს ამ ფესტივალებს, საოცარი მუსიკოსები ჩამოდიან. მე მინდა გითხრათ, რომ A-კლასის მუსიკოსები ჩამოდიან ჩვენთან საქართველოში და ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ესეთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი და ინსტრუმენტალისტი, ჯაზის მუსიკოსი, გრემის მფლობელი, ძალიან ახალგაზრდა ასაკში მიიღო მან ჯილდო, როგორც აღმოჩენა. Best New Artist ახალი ფაქტიურად ჯაზში აღმოჩენა ესპერანსა სპალდინგი. ეს არის უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი. მან ჩამოიტანა პროექტი, როგორც წესი იგი აკუსტიკურ ჯაზში მუშაობს და მე მიყვარს ეს მისი მხარე ძალიან. და პირველი რაც მოვისმინე მისი იყო სწორედ ეს აკუსტიკური მუსიკა. მაგრამ ჩამოიტანა აბსოლუტურად სხვა მიმართულების პროექტი, რომელიც არის პროგრესული როკი. პროგრესული როკი საკმაოდ ესეთი მძიმე მოსასმენია და ეს მუსიკა, როგორ გითხრათ, შეიძლება ჩაძვრეს ცნობიერებაში და რადიკალურად შეცვალოს ადამიანის დამოკიდებულება და ცნობიერება, შეიძლება ასე ითქვას. თავისთავად ხარისხი ამ მუსიკის იმისა, რაც მე მოვისმინე სცენაზე, იყო ძალიან მაღალი ხარისხის.
მუსიკა ესე იგი მუსიკალური თვალსაზრისით, მაგრამ რამდენად დააკმაყოფილა ამ მუსიკამ ჩემი სულიერი მოთხოვნა და ის ფსევდოგანცდა, რომელიც მე შემექმნა კონცერტის განმავლობაში, აი ეს არის სადაო ცოტა. A-კლასის მუსიკა, კიდე იმაზე მეტი შემსრულებელი ვერ წარმოიდგენთ რა ხარისხის მუსიკოსებზეა ლაპარაკი. ამაზე მაღლა შეიძლება, არ ვიცი, 1-2 თუა. თან თითოეული ბენდის, თითოეული წარმომადგენელი თავისთავად ვარსკვლავია. კონცეფცია ძალიან საინტერესო ამ პროექტს ერქვა ემილის ევოლუცია, ანუ დაწყებული ადამიანის გაჩენამდე დამთავრებული დღევანდელი დღით. აი აქ არის ჩდება ერთი შეკითხვა, რომ ის ადამიანი, რომელმაც წარმოაჩინა ეს პროექტი და ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონის პერფორმანსი შემოგთავაზა, ხარისხობრივად ვიძახით. კონცეპტუალურად შეიძლება ჩემთვის, როგორც ობივაწელისთვის, საშუალო სტატისტიკური ობივაწელისთვის არ იყოს თქვათ მისაღები და მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე კონცეპციას. მაგალითად, ამ ფანტასტიკურმა მუსიკოსმა წინ წამოიღო ის კონცეფცია, რომ ადამიანი მაიმუნისგან, ანუ დარვინის თეორიით დაიწყო და გავიდე ბოლოში. თვითონ მუსიკა რომ მოისმინოთ, ვერანაირ ნაკლს ხარისხს მუსიკისას ვერ მოუძებნით, მაგრამ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც გეუფლება, აქ არის ძირითადად არის აქცენტი ატონალურ მუსიკაზე. თუმცა ყოველგვარი კანონით, მუსიკალური კანონით ეს მუსიკა არც ერთ სხვა ჟანრს არ ჩამოუვარდება. ის სულიერი მდგომარეობა და ის ფსევდოგანცდა, რომელიც მე დამეუფლა კონცერტზე, შეიძლება ჩემთვის ცოტა მძიმე იყოს. ამიტომ ჩვენ როგორ უნდა დავსვათ იცი საკითხი, რა იდეოლოგიის პროპაგანდა ხდება თანამედროვე მუსიკით და არა ვთქვათ ხარისხობრივად არის თუ არა ის მაღალ დონეზე. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით მოусმინე, აი იგივე ესპერანსა სპალდინგის, აი ამ პროექტის ერთ-ერთ კომპოზიციას ძალიან საინტერესოა, სტრუქტურულად, ინსტრუმენტული თვალსაზრისით, ვოკალურად რაღაცა, როგორ გითხრათ, ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული, მაგრამ კონცეპტუალურად იქ სადაც მე შეიძლება რაღაც კონცეფცია, რაღაც აზრს არ დავეთანხმო და ის სულიერი მდგომარეობა შეიძლება არ იყოს, არ ეხმიანებოდეს ჩემ შინაგან განწყობას. აი ამ კუთხით ალბათ უფრო მე არ ვიცი, ალბათ თანამედროვეობა კარნახობს ვერ გეტყვით, თანამედროვეობა კარნახობს რაღაცა ადამიანებს და არტისტებს თუ რა მიმართულებით იმუშაონ და ხარისხი არ ირღვევა, ოღონდ იდეოლოგიურად შეიძლება განსხვავებული იყოს. მე არ ვამბობ ამას კარგია თუ ცუდია, ეს არ არის ჩემი საქმე, მე არც კრიტიკოსი ვარ და მით უმეტეს არც სხვა, მე ჩვეულებრივი ობვაწელი ვარ, მომღერალი ვარ, ადამიანი, რომელიც იღებს ამ მუსიკას ან არ იღებს. ნუ რა ვიცი, არა და ხო, ნუ ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. კიდევ უსვამ. ძალიან მაღალი თქვენ ვერ ახლა პროფესიონალისტვის, მაგალითად ადამიანისთვის, რომელიც თვითონ ცდილობს ხო რაღაცა გააკეთოს სცენაზე, საოცრად საინტერესო იყო. საოცრად საინტერესო, თუმცა ჩვენი პუბლიკისთვის ეს უცხო ხილი იყო, საკმაოდ მძიმე მოუმზადებელი ყურისთვის, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მე, როგორც ადამიანმა, რომელიც ამ საქმეს ვაკეთებ, საინტერესო იყო და ხარისხობრივად არანაირად არ იყო იმაზე დაბალი, ვიდრე ვთქვათ ეს ძველი მუსიკა, რომელიც ჩვენ ესე გვიყვარს. უბრალოდ იდეოლოგიურად შეიძლება მე განსხვავებულად ვფიქრობდე. არა, ნუ ესტრადა, არა, ესტრადა, რუსული ესტრადა საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. მე შეიძლება ვილაპარაკოთ რუსულ რომანსზე, რომელიც ჩემთვის მიზაღებია და რუსული ესტრადა არის აი ხარისხობრივად, სად არის დაბალი ხარისხი. ნუ ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყველა შემსრულებელს, მაგრამ აქ უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ხარისხობრივად ძალიან, თუმცა არის კონცერტები, სადაც ცოცხალი კონცერტები, სადაც ხარისხიც დაცულია. პროდუქტი, რა თქმა უნდა.
იცით რა არის გარკვეული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ტექნოლოგიების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დათვური სამსახური შეასრულა მუსიკის განვითარების თვალსაზრისით. უფრო სწორად მედალს ორი მხარე აქვს. ერთი მიმართულებით, თქვათ, ერთ მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება იყოს დამხმარე, ხელსაწყო, თუ კი სწორად იქნება გამოყენებული და თუ კი აქვე ზომიერების გრძნობა იქნება დაცული და გემოვნება იქნება დაცული, მაგრამ მეორე მხრივ ის რომ ადამიანს უსმენოთ და უხმოთ შეუძლია რაღაცა დაიჩურჩულოს და იქიდან გამოვიდეს დიდი მომღერალი, აი ეს უკვე არასწორი გამოყენებაა თანამედროვე ტექნოლოგიებისა. აქაც ესეთი ცოტა არა როგორ გითხრათ არასწორი იმპლემენტაცია და არასწორი გამოყენება იმ ტექნიკური პროგრესისა, რომელსაც ჩვენ დრო გვთავაზობს. ეს არის ადამიანზე დამოკიდებული. Be wise, be smart, behave, my heart. Don't upset your heart when she's so close. Be soft, be sweet, but be discreet. Don't get off your feet when there's such temptation. Too close, for comfort, please, not again. Too close to know that when to say when. Be firm and be fair. Be sure, beware on your God's take care. When there's such temptation.